გუშინ გვიან ღამით თამარის დასახლებაში სოციალურად დაუცველი 30-მდე ოჯახი ერთსართულიან მიტოვებულ შენობაში შეიჭრა. ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომელთა საერთო საცხოვრებელში თვითნებურად შეჭრილები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლება მათ დახმარებაზე უარი უთხრა. შესახლებულთა განმარტებით მათი უმრავლესობა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველია. თანხის გადახდის საშუალება კი აღარ აქვთ. მათ მათნე ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადეს, რომ თვითნებურად დაკავებული ფაქტების დატოვებას არ აპირებენ. დღეისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. საკითხზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებამ აჭარის მთავარ სამმართველოს ფართის გამოთავისუფლებაზე დღესვე მიმართა. დავწერე ორჯერ მერიაში განცხადება, არავინ ყურადღება არ მომაქცია, ყავს 4 თვის ბავშვი, ნათესავებთან ვიმყოფები, ხან ერთ ნათესავთან, ხან მეორე ნათესავთან. სოციალური დახმარება მქონდა, ისიც მომიხსნეს. ზარყოულად გაჭირვებული და შემოვიჭერი ამიტომ ამ შენობაში. ოცნების ხალხი რომ კარდაკარ დადიოდა, ხმები ხომ უნდოდა, ვედექით გვერდში. ეხლა ჩვენ გვინდა მათი გვერდში დგომა და მოვიდეს გვეპატრონოს და გვითხრან, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და გვეკუთვნის პატრონობა. აღნიშნული უძრავი ქონება დღეისათვის წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობს და განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებას. გამომდინარე აქედან ჩვენ მოვითხოვოთ აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლება.